კარგად დააკვირდი ეკრანზე ამ ვიზუალურ ცვლილებებს, თუ მსგავსი ცვლილებები შენს აღიქვამ შენი თვალით, მაშინ დიდია ალბათობა იმის, რომ ის პათოლოგიური მდგომარეობა, რაზეც უნდა ვისაუბრო, შენთვის უკვე კარგად ნაცნობია. ასეთ ცვლილებებს ჰქვია ვიზუალური აურა და ეს არის დამახასიათებელი დაახლოებით შაკიკის მქონე ადამიანების 20-30%-ში. აურა აერთიანებს სხვადასხვა ნიშნებს, რომელიც წინ უსწრებს უშუალოდ შაკიკის შეტევას და დაავადებულებს ამცნობს ამ მოახლოებული შეტევის შესახებ. არსებობს აურა, რომლის დროსაც ადამიანებს მაგალითად შეგრძნება უქვეითდებათ ან გრძნობენ დაბუჟებას კიდურებში. ამას გარდა არსებობს აურა, რომლის დროსაც გარდამავლად საუბრის უნარიც კი შეიძლება იყოს დაქვეითებული. ეს ყველა ნევროლოგიური სიმპტომი კი გამოწვეულია ერთი მექანიზმით. ამ დროს გარდამავლად ირღვევა ნერვული უჯრედების ელექტრული აქტივობა. ამას პროფესიონალურ ენაზე ქვია cortical spreading depression. ამ დროს ნერვული უჯრედების პატარა ჯგუფი თავის ტვინის ქერქში ზედმეტად აქტიურდება, რასაც მოყვება შემდეგ შემცირებული აქტიურობის ფაზა. ეს შემცირებული აქტიურობის ტალღა მთლიანად ვრცელდება ნელ-ნელა მთლიანი თავის ტვინის ქერქის არეალზე, რითიც შედეგად ვიღებთ იმას, რომ თავის ტვინის კონკრეტული არეალების სისხლმომარაგება პირველ ფაზაში იზრდება, მეორე ფაზაში კი ნერვულ აქტივობასთან ერთად სისხლმომარაგება შედარებით მცირდება და სწორედ ეს იწვევს იმ ნევროლოგიურ სიმპტომებს და ნიშნებს, რასაც აურა მოიცავს. სწორედ ეს შედარებით ნელა აღმოცენებული სიმპტომები ამ ნევროლოგიური დეფიციტებისა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ყველაფერი განვასხვაოთ მაგალითად ინსულტისგან, რომელსაც ესეთი ნევროლოგიური დეფიციტები შეიძლება ახლდეს, მაგრამ ინსულტის შემთხვევაში ნევროლოგიური დეფიციტი უცბად აღმოცენდება და ის გაცილებით უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე მაგალითად აურის დროს.